მე ვარ ემილი გორგილაძე 9 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კითხვა, წერა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. ცეკვაზე არ დავდივარ და ჩემით ვისწავლე. ცეკვა ვისწავლე YouTube-დან და კლასელებისგან. კლასელებთან ერთად ვიგონებთ ილეთებს და ვდგამთ ცეკვებს. ხანდახან ქართულს ვცეკვავთ, ხანდახან ჰიპ-ჰოპს. განსაკუთრებულად მიყვარს Blackpink-ის სიმღერები და ცეკვა. საყვარელი ილეთია ეს. მიყვარს დიდი აუდიტორიის წინაშე ცეკვა. განსაკუთრებულად როცა ვცეკვავ ჩემს დაბადების დღეზე. თუმცა ახალი წელი ყველა დღეს მირჩევნია. თოვლის ბაბუას დღემდე მოაქვს ჩემთვის საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა სტიჩის ბოთლი, ლამაზი ჩანთა და ლამაზი ზედა. წელს მინდა მომიტანოს ლამაზი სამაჯური, ბეჭედი და პომადა. ლამაზი გოგო ვარ და ძალიან მიხვდება გაპრანჭვა. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ფიფკია. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 300 წლის. მის ნამდვილი სახელი ალბათ არის დავითი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს, კეთილები არიან და საუკეთესოები. კიდევ იმიტომ, რომ მასწავლებლები მყავს ძალიან კარგი და დირექტორიც კარგი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნატალი ცეცხლაძე. ყველაზე ცელქია საბა ქათამაძე. ყველაზე ჭკვიანია ანდრია ბეჟანიძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე მათითაიშვილი. ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი, მეგობრული და ერთგული. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისური ენის გარდა მინდა ვიცოდე კიდევ რუსული და თურქული. საყვარელი მასწავლებელი არის მარიამ ფარტენაძე, იმიტომ რომ ის არის ბედნიერი, გახარებული, კეთილი და ბავშვები უყვარს. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ყოველთვის იღიმის და კარგ ხასიათზე არის. მე-9 სკოლა იმიტომ მგონია სხვა სკოლაზე უკეთესი, იმიტომ რომ ყოველ იქ არის ბევრი გახარებული ბავშვი და ფერადია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი დიზაინერი. დიზაინერობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ ბევრი სამუშაო მექნებოდა და დრო აღარ დამრჩებოდა სხვა რამისთვის. მაგალითად სახლისთვის და მეგობრებისთვის. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი დედა და მამა. მინდა მყავდეს ერთი დაიკო და ერთი ძამიკო. დედის ერთობაში დადებითი ის არის, რომ ბევრ ყურადღებას მაგთებენ ჩემი მშობლები. უარყოფითი ის არის, რომ ზოგჯერ მოწყენილი ვარ. ჩემი საუკეთესო თვისებაა ფულის ხარჯვა. გამოსასწორებელი მაქვს სიზარმაცე. ჩემი მამა არის მხიარული, ბედნიერი, სიმპათიური, კეთილი და ვაჟკაცი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ კარგად ექცევა, ლამაზად ელაპარაკება და ზოგჯერ საჩუქრებს ჩუქნის. მე ვარ მამიკას გოგო. დედა ჩემი არის ლამაზი, ჩემსავით პრანჭიკელა და ძალიან უყვარს მამა ჩემი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს სოფლიოში. მე ძალიან მინდა და რჩეულთაობაში მომხვედრილიყავი და ეს ოცნებაც ამისრულდა. ამაში ხელი შემიწყო ჩემმა კლასელმა ნია ტაკიძემ, რომელიც აქ იყო და ასევე აქ მოსვლა დეიდაჩემის დამსახურება. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ დედას ვეხმარები საქმეების გაკეთებაში და საჭმელების გაკეთება არ მიყვარს. სამაგიეროდ ვადუღებ ძალიან გემრიელ ყავას და ჩემ დედიკოს და მამას ძალიან მოწონთ. ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. მე ასევე მიყვარს კითხვა და კითხვა შემაყვარა ჩემმა დედამ. ჩემი პირველი წიგნი იყო ლომი და თაგვი. დამოუკიდებლად კითხვა რომ დავიწყე, ვიყავი 7 წლის. ჩემი საყვარელი წიგნი არის ნერდის დღიური. მე რომ წერალი ვიყო, დავწერდი წიგნს ჩემს თავგადასავალზე. ამ წიგნში დავწერდი ჩემს ბავშვობაზე და როგორ გავხდი წარმატებული ადამიანი. ჩემი საყვარელი ფილმი არის აკილას გაკვეთილი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. პირველ რიგში მე დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს, კიდევ უპატრონო ძაღლებს, კატებს და კარგ სახლებს ვუყიდდი. პირადად ჩემთვის ავიშენებდი სვანურ კოშკს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ემილი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ემილი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნუცა. ჩემ შვილებს დავარქმევ ლიზის, ბარბარეს და ცოტნეს. შემდეგ მონაწილეს დავუტოვებ კითხვას, ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მეგობარ ქეთევან დიასამიძესთან ერთად.
ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ლეკვი. ბედნიერება არის ლეკვის სკოლა, დედიკო და მამა ერთად რომ არიან და ჩვენს ოჯახში რომ ყველაფერი კარგად არის. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.